20 ნიკა ოთინაშვილი, 9 გურამ ნადარეიშვილი, 15 ლაშა ხარაიშვილი და 77 ნომრით დავით ბერია. ასეთი გახლავთ უკვე თესეუს შემადგენლობა, რომლის მთავარი მწვრთნელი ლევან სვანიძე გახლავთ. რაც შეეხებათ არბიტრებს, ზვიად ბლიაძე გახლავთ პირველი არბიტრი, მამუკა სიდამონიძე მეორეა. რა თქმა უნდა, ასევე იმის ამბიციებით, რომ გუნდი დაბრუნდეს რანგით უმაღლეს ფუტზალის ლიგაში. ანგარიში, თუმცა ეს დაძაბულობა მალევე მოიხსნა, იქიდან გამომდინარე, რომ იმის გამო, რომ New Vision Georgians-მა მოახერხა გოლების გაატარა გოლიანი მატჩში, მას შემდეგ, რაც ამ ფორმატით მიმდინარეობს ფუტზალის ლიგა, გადარჩა უკეთესი ხდება. რა თქმა უნდა, ფუტზალის ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებისთვისაც დამატებითი мотиваცია არის ის, რომ თავი გამოიჩინონ და შედარებით ახალგაზრდული, თუმცა ასევე გამოცდილი მოთამაშეებიც არიან გუნდში. მარცხენა ფლანგიდან გუგუციძე. ჩვენ ვახსენეთ New Vision Georgians-თან შეხვედრა და სწორედ ლევან გუგუციძემ გაიტანა პირველი ტაიმის ბოლო წამზე ფაქტობრივად გოლი. აქაც შეუძლია ეს ყოველივე დაარტყა და ბურთი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეხვედრების უმეტესობა ასე თუ ისე რთულია, თუმცა New Vision Georgians-სა და სეულს შორის ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ New Vision Georgians იქნება უპირატესი. ჯარიმა ჩაიჭრა ეს გადაცემა, შეიძლება აქ გოლის გატანა დარტყმა და კარგი მიღება დაატრიალებაც და თაბაგარი დაარტყამს, თან ძალიან სახიფათოდ და მანაგაძე თითქოს უკვე ჭირს საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. მეორე ტაიმში რამდენად გადმოიყოლებს სიუჯი ამ უპირატესობას სათამაშოს და თავისუფლად ესეო რამდენად შეინარჩუნებს იმ მინიმალურ სხვაობას, რაც არის მათთან სასარგებლო ტაბლოზე დაფიქსირებული. ეს ეპიზოდი ვნახოთ. გუგუციძე 10, გიორგი ქავთარაძე და 22 ნომრით თეგა პატარაია, მირიან ჯანგავაძე გახლავთ გუნდის მთავარი მწვრთნელი. რა ლამა ყინვალეთ გამოიყურებიან. რაც შეეხება უკვე თესეუს შემადგენლობას, კარს 31 ნომრით გიგი ლომაია იცავს და რომან კუხიანი. დამატებითი ტაიმები გახდება საჭირო მინიმუმ ისიც გამარჯვებულის გამოსავლენად. თამაში საქართველოს უნივერსიტეტის გუნდს და თან ძალიან ლამაზი თამაშითაც თავაზობდა ამ ყოველივეს. გიორგი თოდუამ დუბლი შეასრულა. თესეუმ უკვე სამბურთიანი ორივე გუნდს მადლობა ეკუთვნის ასეთი კარგი თამაშისთვის. აქ საერთოდაც უხიანიძე შეეცდება თოდუას მსგავსად დუბლი შეასრულოს და თავის აქაც განეიტრალებული ეპიზოდი თოდუა და ეს უკვე თესეუს დღე არის და იღბალიც რიგ ეპიზოდებში თესეუს მხარეს იყო. აი აქ შეიძლება გავიდეს და გადის კიდეც გოლი.